მექსიკაში მოკლულ მერს კარლოს მანსო როდრიგესს გლოვობენ. ოჯახის წევრები, მეგობრები და ადგილობრივები გუშინ ქალაქ ურუაპანში შეიკრიბნენ. რათა პატივი მიეგოთ პოლიტიკოსისთვის, რომელიც წინა დღეს ქალაქის ცენტრში მიცვალებულთა დღისადმი მიწყვნილ სადღესასწაულო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მოკლეს. მექსიკის ფედერალური უსაფრთხოების მდივნის ომარ გარსია ჰარფუჩის განცხადებით მკვლელმა კარლოს მანსო როდრიგესს 7 ჯერ ესროლა. გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობისთვის გამოყენებული იარაღი ორ შეიარაღებულ შეტაკებას უკავშირდება რეგიონში არსებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის. მექსიკის მთავრობისა და უსაფრთხოების კაბინეტის სახელით ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ ამ მუხანათური თავდასხმის გამო. მექსიკის მთავრობის სახელით გულწრფელად უსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და ურუაპანის მაცხოვრებლებს, რომლებიც დღეს ორგანიზებული დანაშაულის გამო მძიმე და უსამართლო დანაკარგს განიცდიან. შაბათს მანსო როდრიგესი სასიკვდილოდ დაჭრეს მიუხედავად იმისა, რომ მას ადგილობრივი პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 14 წევრი იცავდა. იგი ქალაქის ისტორიულ ცენტრში ათობით ადამიანის თვალწინ მოკლეს სანთების ფესტივალზე, ღონისძიებაზე, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიცვალებულთა დღის აღსანიშნად მოაწყო. როგორც მექსიკის ფედერალური უსაფრთხოების მდივანი აცხადებს, მოკლული მერი 2024 წლის დეკემბრიდან გაძლიერებული დაცვის ქვეშ იყო. გასულ მაისში კი მისი უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა. მერის დაცვას მუნიციპალური პოლიციის თანამშრომლები და ეროვნული გვარდიის 14 წევრი დაემატა. დაცვის გაძლიერების მიზეზები ომარ გარსია ჰარფუჩს არ დაუკონკრეტებია.